ბათუმის ცენტრში ვართ, მელიქიშვილის ქუჩა ნომერი 8. აქეთ სკოლა, მეორე საჯარო სკოლა და აქეთ ბაღი. ორივე ლამაზი შენობა, ალბათ შიგნითაც ძალიან კარგი და მოწესრიგებული. ბავშვთა დაწესებულებაა ორივე, მაგრამ ჩვენ მოვედით კვების ობიექტზე, საცხობში. საცხობი Natural Food Plus. პატარა მოწესრიგებული საცხობი, იატაკი არის მოპირკეთებული, მისი რეცხვა დეზინფექცია არის ძალიან მარტივი. კედლები მოპირკეთებულია. ძალიან ბევრი უჟანგავი ლითონია გამოყენებული, რაც ზუსტად კანონთან მიმართებაში სწორია. ერთადერთი რაც არ არის სწორი, რომ მესმის რომ სივიწროვია, მაგრამ ცომის მოსაზელი აპარატი უნდა იყოს უფრო დაცული და უფრო ისეთ ტერიტორიაზე უნდა იყოს, რომ ცვენა გამოვრიცხოთ. ჭერიც უნდა იყოს მოპირკეთებული და ჭერი და ცვენა არ უნდა იწყებოდეს და ამასაც ხელი შევლება უნდა ყოველ შემთხვევაში, დიდად ცვენა არ არის ნამდვილად. ყველგან აბსოლუტურად უჟანგავი ლითონია და ესეც რა თქმა უნდა ძალიან კარგია, იმიტომ რომ ამის რეცხვა დეზინფექცია ძალიან მარტივია. მაცივარი უნდა იყოს კარგად დალაგებული და ესეთ მდგომარეობაში არ უნდა იყოს არანაირ შემთხვევაში. მით უმეტეს ეს იწვევს უკვე ჯვარედინ დაბინძურებას, როდესაც მე არ ვიცი ეს რა არის. ხორციც არის აქ და ცოტა სისხლიც არის და აქ არის რაც ვერ გაირეცხება, ცელოფანი შემოკრული არის. არა ჰერმეტულად, მაგრამ შეფუთულია ყოველ შემთხვევაში პარკებში მზა პროდუქცია. აქაც შეხედეთ, როგორ არის ყველაფერი ჩაცვენილი და მაცივარი აშკარად გასარეცხია, თან სასწრაფოდ გასარეცხია, მაცივარის მდგომარეობა არ არის სახარბიელო, სამწუხაროდ. ეს არის ხორცი, რომელიც დნება ეთყობა საყინულეში ან ამყოფი და ეხა დნება, მაგრამ ძალიან არასასიამოვნო ესეთი ელემენტარულად თავზე მაინც უნდა დავახუროთ. თავსახურების ყველაფერს გადაძრობილი აქვს და თავსახურები ყველგან ცალკე არის. აქვე მინდა შეხედოთ, ნახეთ, როგორ არის თავსახურები ჩაყრილი. ძალიან არასასიამოვნოა და მით უმეტეს ასეთ კონტეინერს, რომელსაც ყველგან ვდებთ და მე პროდუქტში შიგნით ვდებთ, ეს არის არასწორი, როგორც მინიმუმ დანაშაულია. რატომ მოვედით კონკრეტულად ამ ობიექტზე? წერილი მივიღეთ მშობლისგან, სკოლის მოსწავლეა მისი შვილი და ერთხელ შევიძინეთ ღვეზელიო ბავშვისთვის და დავინახეთ სინებს შორის დარბოდა ტარაკანიო. შეიძლება ესო ერთჯერადი შემთხვევა იყო, მაგრამ იმდენად არ გვესიამოვნა, რომ გადაწყვიტეთ მოგვეწერა, რომ თქვენ გენახათ ეს ობიექტი. შესაბამისად, ამიტომ მოვედით ახლა ჩვენ აქ. რასაც მე ვუყურებ, სისუფთავეა, ვიტრინები ნამდვილად ძალიან ლამაზია, მოწესრიგებული, სინები ნახეთ როგორი სუფთა. პროდუქცია ულამაზესი. ჰოთ-დოგი კეჩუპით, ჩებურეკი, ხაჭაპური, ღვეზელი, ნამცხვარი, ბლითი, დონატი, რა გინდა სულო და გულო, კარტოფილიც კი არის შემწვარი. ყველაფერი არის ნამდვილად სუფთა, ეს ტერიტორიაც კი სუფთაა, ნაგვის ურნა იმისთვის რომ გადააგდო ხელსახოცი ან ნაგავი. არ ვიცი, არ ვჯერა რომ შეიძლება აქ იყოს რაიმე დარღვევა. აბა რაც გვეტყვის ახლა მადონა. აქ არის საპირფარეშო, საპირფარეშოში. ეს უნდა ვნახოთ. ამას შეხედეთ. ეს კი დანაშაულია. და სერიოზული, აქ სიგარეტსაც არ უნდა ვეწეოდეთ. წყალი რო არ გადის. ეს რა არის? ტარაკნები ყავთ? ტარაკნები ყავთ? ტარაკანი. ამაზე შემოდიან, ვიკონტროლებენ, ვიწავლიან, გვაქვს ხელშეკრულებაც. აქაც არის უკვე. უკვე ერთს რო პოულობ, უკვე იცი ძირითადად ბუდეები სად შეიძლება იყოს. შემოსული ინფორმაცია დადასტურდა. დამალულ ტერიტორიებზე არის საკმაოდ ბლომად სამწუხაროდ. ორი ცალი არის, ნახეთ. ტარაკნები ობიექტზე არის, არა მარტო პლაფონებში, არამედ ყველგან. ძალიან მწუხვარ, იმიტომ რომ კვების ობიექტია, არის ახლო-მახლოს საბავშვო დაწესებულებები და სკოლა და ბავშვები აქ იკვებებიან. სიამოვნებით მოწონთ პროდუქცია კარგი აქვს და გემრიელია. ნახეთ რაოდენობით არის, აქაც ეტყობა, რო არის სამწუხაროდ კვალი ნამდვილად არის მათი არსებობის და იმედია, რომ ეს ყველაფერი
აღმოიფხრება. ყველა საშუალება გაქვთ აბსოლუტურად, კარგი კედლები გაქვთ, კარგი იატაკი გაქვთ, ჭერიც მოწესრიგებული გაქვთ, ავეჯი არაჩვეულებრივი გაქვთ, სინები, მაგრამ ამას უნდა მოვლა და მწერების აღმოფხრა. ხა კარგი იყოს და ტარაკნები იყოს, ეს არ არის გასასამართლებელი არანაირად. ვაკეთეთ, ბოლომდე უნდა გაკეთდეს და ბოლომდე უნდა აღმოიფროს. მელიქის შვილის 8A ნომერი Natural Food Plus-ი, ეს არის საცხობი, რომელიც აქ მეორე საჯარო სკოლა, აქეთ ბაღია და ბუნებრივია, რომ ხშირად გამოდიან ბავშვები და ყიდულობენ საცხობის პროდუქციას. ნამდვილად არის მწერები ამ საცხობში. თუმცა არის სუფთა, მოწესრიგებული, მაგრამ აი ეს ულვაშა საზიზღარი მწერი ტარაკანი მაინც აღმოვაჩინეთ. იმედს ვიტოვებთ, რომ ყველაფერი გამოსწორდება და აი როგორც ვიტრინებია ძალიან ლამაზი და სუფთა, ესეთი იქნება ყველაფერი სამქროში და სამზარეულოში.